ვისაც გინდათ 90-იანებში მოგზაურობა ჩემთან ერთად, აი ნამდვილი ჩიტის რძე, აი ნამდვილი ის ყველანი რომ 5 წუთიან ჩიტის რძეს რო ეძახდით, ხო იცით, ბეზეთი, მაღალი ბეზეთი შოკოლადით, მიყევით რეცეპტს ბოლომდე. ჩიტის რძე ბავშვობის გემოთი ხათოსგან. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, როგორი ფართო კლიმატი ნახეთ. თემუდან გამოწერილი ცუბრიკოები. დღეს მინდა გამოგზაუროთ მართლა 90-იან წლებში და ზუსტად მე-7 კლასში ვიყავი, აი ამ ჩიტის რძეს რო ვამზადებდი ხოლმე, აი წარმოიდგინეთ, მე-7 კლასში და ფანტასტიკური გამოდიოდა, ის იცით როგორი ნამცხვარია და ეხა ყველა ჩემი ტოლი, ყველა 90-იანები, ვისაც კარგად გახსოვს, ვინც 70-იან წლებში დავიბადეთ, ყველა დამეთანხმებით, რომ აი ყველას რო უყვარდა და აი უცებ რომ მეგობარი რომ მოგივიდო და ან მშობლებს სტუმრები მოვიდო და აი უცებ რომ 5 წუთიან ნამცხვარს რო ეძახდით რა რეცეპტს ძალიან დიდი ხანი ვეძებდი უბრალოდ გახსენება მინდოდა და მოვიკვლიე რა თქმა უნდა და ეხლა უნდა მოგიმზადოთ ბავშვობის ჩიტის რძე. ამისთვის რა დაგჭირდება 7-8 კვერცხი, ამ შემთხვევაში მე დიდი კვერცხი ავიღე 7 და გავყავი 2 ტოლ ნაწილად, ერთი ბეზესთვის დაგჭირდება. ეხლა აი აქ გავუკეთებ მწიკმარილს, რა თქმა უნდა, აი ესე. გავუკეთებ კარგი ხარისხის ვანილს. აი ესე. ბისკვიტი საკმაოდ დიდი გამოვა და გავუკეთებ 2 ჭიქა შაქარს. და ეხლა ხელის მიქსერი დაგჭირდება ამ შემთხვევაში და ავთქვებ გათეთრებამდე და დაგიბრუნდებით. სადღაც აი 3 წუთით და გათეთრთ, მეტი ამას არაფერი არ უნდა და რა მახსოვს ხოლმე კიდე იცი, აი მაწონი რო დაგვიძულდებოდა ხოლმე, მე ვაკეთებდით ამას და ეხლაც ესე კარგად არის დაძველებული. მაწონში კარგად უნდა გავხსნა 1 ჩაის კოვზის სოდა. სავსე. ნახეთ, ამ რეცეპტს სოდა უნდა. მაშინ სად იყო გამომხვიერებელი და მაიმუნობები, აი. უნდა ამოვაბუჟბუჟო ეხლა ესე კარგად. ნახეთ. აი, კარგი ძველი მაწონია. კარგად მომჟავ. უფრო კარგი გამოვა ბისკვიტი. აი ესე. ესე იგი 500 მილიგრამი მაწონი უნდა. ფორმაც საკმაოდ დიდია, გაჩვენებთ როგორი ფორმაა. აი ესე. ამასაც გადავდებ, მიქსერი აღარ მჭირდება, გადავდებ და ჩემგან დაიმახსოვრეთ ყოველთვის და დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, რომ თუ გინდათ, რომ ბისკვიტი იყოს ძალიან კარგი შავი, ამ რეცეპტს დაჭირდება, ნახეთ, რამდენი 200 მილიგრამი. არა 200 არ არის, 250 გრამია აქ ზეთი და თუ გინდათ, რომ კარგი ფერის იყოს, ყოველთვის კაკაო გახსენით ხოლმე ზეთში. აი ეს დაიმახსოვრეთ. მე დედისგან მახსოვს და თქვენ ჩემგან დაიმახსოვრეთ. აი ესე. ანუ ქულში ხო ვაკეთებთ ხოლმე მშრალ ინგრედიენტებში? არა. აი ესე გახსენით. ნახეთ ახლა როგორი ტრიალა და როგორი მაგარი ფერი იქნება. გაჩვენეთ. შეხედეთ რა. ნამდვილი შოკოლადი შეხედეთ. აი ესე კარგად გახსენით. აი ესე. და საერთო მასაში როგორ აფუჟბუჟდა ნახეთ. ნუ სასწაული ბისკვიტი გამოდის რა. აი საერთო მასაში უნდა ჩაუშვათ. ეხლა ამას დაჭირდება ფქვილი და ფქვილშიც ერთი კოვზი გამაფხვიერებელი უნდა გავხსნათ და გაჩვენებთ ეხლა ამასაც როგორ გავაკეთებ. რაც არ უნდა კარგი და დაფასებებული ფქვილი იყოს, ფქვილი ყოველთვის გახსენით და აი ეხლა მე ესე სავსე კოვს გამაფხვიერებელს დავუმატებ. კიდე დავუმატებ და ესე გავცრი ფქვილს. აი რაც არ უნდა კარგი ფქვილი იყოს, ფქვილი გაცერით.
Ქვილი შეგიძლიათ, სადღაც სამჭიქა ნახევარი დაჭირდება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თვალის ზომით გაუკეთოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ამას თვალის ზომით ვაკეთებ და ესე ამოურიოთ. უნდა იყოს ხო იცით, აი სქელი არაზნის კონსისტენციის უნდა გამოგვივიდეს. დავასხავ, ახლა გაჩვენებთ გამზადებული მაქვს უკვე ფორმა, ქაღალდ ჩაფენილი და გამოვაცხობ 180 გრადუსზე, სადღაც ალბათ 1 საათი დაჭირდება, მეტი არ. მერე გავსინჯავ ჯოხით და აი ნახეთ, ესეთი გამოვიდა, მაგრამ აშკარად კიდე ითხოვს დამატებას, ძალიან თხელიც არ უნდა გამოვიდეს. თვალის ზომით ვაკეთებ, აი ბევრ ამას ტვინს არ ვიღლი ხოლმე იმით, რა ქვია. ეხლა დავასხავ. ისე მეტი ამას არ დაჭირდება. კარგი მასაა. ხა დავასხავ და დაგიბრუნდებით. აი საკმაოდ დიდი ფორმა მაქვს ნახეთ, გამზადებული მაქვს უკვე ქაღალდი ჩავაფინე და დავიწყებ დასხმას. ქაღალდი დამეხმარება რომ ადვილად ამოვიღებ და ზოგადად კარგია. გამოსაწყობი ქაღალდი. აი ეს. აი უმარტივესია. ბავშვიც რო მოამზადებს ისეთი ბისკვიტია. და დააწყებინეთ თქვენ გოგოებს. მე მახსოვს დედა ჩემი აი ესე მათხუპნინე რას არ ვაკეთებდი და რას არ ვაფუჭებდი კიდე, მაგრამ აი არ მახსოვს რომ ეთქვას რომ ანუ აუ რამდენი პროდუქტი გამიფუჭე, აი რაღაცა არ მახსოვს ესეთი რამე ეთქვას ამაგერად. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და ძალიან ბევრ რამეს ვაცხობდი და ვაკეთებდი და მე ეხაც გამომადგა რა თქმა უნდა. მორჩა. მას აღარაფერი აღარ უნდა. ეხლა ესე რამდენიმეჯერ დავაგდებ, უკვე გასკურა ცხელია და ნახეთ როგორი ბისკვიტი გამოვიდა. ბისკვიტი რო უკვე გამოცხობისკენ წავა, დავიწყებ ბეზეს გათქვეფას და რას გავაკეთებ, ამასაც დეტალურად ვაჩვენებთ. გადავასხავთ, მე შოკოლადს დავასხავ და ჩვენი ნამცხვარიც 5 წუთიან ნამცხვარს რო ეძახით, მზად იქნება. ბისკვიტი გამოცხვა, ნუ რაღაც ფანტასტიკური, ნახეთ გადმოვატრიალე, რომ სწორი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბუთქუნა იყო და ეხლა ჩავდებ ისე ფორმაში, ნახეთ როგორი ბისკვიტია, რაღაც სასწაული ბისკვიტია და ეხლა მოვამზადებ, წყალს ვადუღებ, მაინც თავი რო დავიცვათ სალმონელასგან, არ ჭირდებოდა ამას, ეხლა ესე ორთქლის აბაზანაზე არ ამოყავდა მაშინ ბეზე, იმიტომ რომ მაინც უნდა შევდგა ღუმელში 15 წუთით და იქ არანაირად არ გაჩნდებოდა სალმონელა და არასოდეს არ გავიკეთებია ჩვენ პირადად ესე ორთქლის აბაზანა, მაგრამ მე ხა თავი რო დავიცვა, მაინც გავაკეთებ ორთქლის აბაზანაზევე ამოვიყვან ბეზეს ლიმონჟავასთან ერთად. ნახეთ ვინაიდან თავი ესე ამობურცული ქონდა, ჯერ გადმოვატრიალე და ეხლა ქაღალდის მეშვეობით ისე უკან ჩავაბრუნე და ნახეთ როგორი ლამაზია და ხა აქ სუწავა ბეზე. იმასაც გაჩვენებთ როგორ ამოვიყვან. ესე დუხს წყალი, პირდაპირ ნახეთ. შაქარი უნდა ჩავყარო ახლა. აქ არის ის კვერცხის ცილა, ვანილი, რა თქმა უნდა მწიკვი მარილი და ლიმონჟავას ზოგადად უკეთებთ რისთვის იცით, რომ კვერცხის გემო არ იგრძნობოდეს, აი ესევე მწიკვი. ბევრი არ უნდა, თორემ მე იმაზე წაიყვანს ჟავე გემო ექნება. აი მწიკვი ძალიან ცოტა, მეტი არა. ეხლა ესე დავდგავ, ნახეთ და ხელის მიქსერი გჭირდება ამ ნამცხვარზე და დაბალი ბრუნვით, აი ესე ყველანაირი ბაქტერიები რო ავიცილოთ თავიდან, მთელი პროცესი აი ესე უნდა. ეს სალმონელასგანაც დაგვიცავს და ეს ბეზე უფრო მყარი იქნება, უფრო ხუნცულა. ეხლა ამოვიყვან, კარგად, სადღაც 5 წუთი გჭირდება. ამოვიყვან კარგად, დავასხავ ბისკვიტს და
ხაჩვენებ. Am მთელი პროცესი ესე უნდა მოვიყვანოთ ყარი ბეზე, ორქოზე. ხომ იხდით? ძალიან მარტივია. აი თქვენ თვითონ მიხდებით, რომ უკვე მზად იქნება. ნახეთ, უკვე ნახატები იხატება და ბოლომდე გადაიწო. არც სალმონელაში შეგვეშინდება და არც არაფრის. გადასარევი გამოვიდა, გადავასწორე, ნახეთ რამ სიმაღლე ნამცხვარია, აი ბეზი არის, ვერ გეტყვით როგორი. ეხლა 15 წუთით უნდა მოვბრაწო და შოკოლადი და მორჩა ეს ჩვენი ჩიტის რძეც. სასწაული ბავშვობა ჩვენი მზად არის. სადღაც 15 წუთით შევდგი, არ დაგვავიწყეთ გრადუსი შეუცვალე, 140 გრადუსი უნდა დაუკელი და სადღაც მე მგონი ჯობია 17 წუთი იყოს და მე ამასობაში შოკოლადს მოვამზადებ. კაკას ბავშვობიდან ვამზადებ და ძალიან მარტივია, კაკაო და შაქარი შეურიოთ 6-6 კოვზი. ძალიან მარტივია, ცხიმი ნებისმიერი, რას თქვენ გინდათ. კარაქი, მაგალითად რომელიც გინდათ და აუცილებლად პროპორციები ეხა ვინაიდან ბლომად არის, 7 კოვზი წყალი დამჭირდება. 1 და მოვადუღებ. კებს რომ გაიკეთებს, უკვე მზად არის, გამოვთოთ, გავაგრილოთ, ეხლა გამოვიღებ ჩვენს ჩიტის რძეს და მოვასხავ. შეგრილდება და მოვასხავ. ასოდეს არ ვადნობ შოკოლადს ჩემით ვამზადებ, აი ნახეთ როგორი ფანტასტიკური მინანქარია. თავარია კაკაო იყოს კარგი ხარისხი, შეხედეთ როგორია. მოვასხავ ეხლა და გაჩვენეთ საბოლოო შედეგს.